ვიტამინები ორსულობის დროს. სამწუხაროდ ჩვენ ვერ მივიღებთ ყველა ვიტამინს, მაკრო და მიკროელემენტს მხოლოდ საკვებიდან. ამ შემთხვევაში სხვადასხვა დანამატები და ვიტამინები გვეხმარება. იმისთვის, რომ ისინი ნამდვილად დაგვეხმარონ და არ გვავნონ, აუცილებელია ჩავაბაროთ ანალიზები და დავადგინოთ კონკრეტულად რომელი ვიტამინები და მიკროელემენტები აქრია ამ კონკრეტულ ქალს. მაგრამ არსებობს ვიტამინების რიგი, რომელთა დეფიციტი ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად ყველას აქვს. და ისინი ჩამოთვლილია ნორმალური ორსულობის კლინიკურ რეკომენდაციებში. ეს არის ფოლიუმის მჟავა. მას ნიშნავენ ორსულობის დასაწყისიდანვე, თუმცა უმჯობესია მიღება დაგეგმის ეტაპზეც დაიწყოს ორივე პარტნიორმა. ფრეში 400-დან 800 მიკროგრამამდე. იოდი. მოსახლეობის უმეტესობას მისი საკვებიდან მიღება არასაკმარისია. გამონაკლისია სანაპირო რეგიონების, სადაც რაციონის დიდ ნაწილს სვის პროდუქტები შეადგენს. დოზირება 200 მიკროგრამი დღეში. ვიტამინი D დეფიციტურად ითვლება, რადგან ჩვენი ქვეყნის უმეტეს ნაწილს ბევრი მზიანი დღე არ აქვს. საჭიროა მიიღოთ 500-დან 1000 საერთაშორისო ერთეულამდე. ხოლო პოლივიტამინების, ომეგა-3 ვიტამინების, ის და რკინის პრეპარატების ყველასთვის უთინულა დანიშნა რეკომენდებული არ არის. ისინი იმიშნება მხოლოდ რისკის ჯგუფში მყოფ ქალებს და მხოლოდ მაშინ, როცა ლაბორატორიული ანალიზები დეფიციტზე მიუთითებს. ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ რომელიმე ვიტამინს ან დანამატს მიიღებთ, აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.